შეგიძლია ლექსების წერა. ზუსტად ვერ გეტყვით ახლა, მაგრამ აი რაღაცა გარკვეული აზრი მიზანი არ მქონია რომ ლექსები მეწერა. აი თავისით მოვიდა ყველაფერი და რასაც ვფიქრობდი ის გადავიტანე და ახლა ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს. ბავშვობაში თუ იყავი მეოცნები და რა განსხვავებას ხედავ დღევანდელ ბავშვებსა და შენს ბავშვობაში შორის? ბავშვობაში ყველა მეოცნები და გამონაკლისი არც ვერ ვიყავი. ისე ძალიან არყარებია ოცნება სიმართლე რომ გითხრათ და დღევანდელ ბავშვებასა და ჩემს ბავშვობას შორის განსხვავება ის რომ ჩვენ უფრო ლაღები ვიყავით. მიუხედავად იმისა რომ ასე დიდი სხვაობა არ არის აი ჩემ ბავშვობასა და წლოვანებით ჩემ ბავშვობასა და აი ახლანდელი ბავშვობას შორის, მაგრამ ჩვენ უფრო ლაღები ვიყავით, იცით და აი ეს პრობლემები რაც ახლა ამ ბავშვებს აქვს ჩვენ არ გქონდა. აი ზოგჯერ მომისმენია თქვა ორი მიდის ჩანდაკიდებული ბავშვი სკოლაში და აი იცი გუშინ ავტომატები ისროლეს და იცი გუშინ ეს მოკლეს და აი ესეთი და ჩვენ ასეთი რაღაცა არ გქონდია. მარტო ფიქრობთ აი სად გვეთავაშა როგორ და ახლანდელ ბავშვებს დაუკარგეს, ბავშვობა აქვთ დაკარგული. აი ეს განსხვავება მე მგონი. ყოველთვის შეგიძლია ლექსები წერო თუ არის განსაკუთრებული აი შემთხვევები ლექსი დაწერო ან სულიერი მდგომარეობა განსაკუთრებული? არა. მე galaktioni არა ვარ. წუთში 3 ლექსი დავწერო. მაგის პრეტენზია არც მაქვს ღმერთმა დამიფაროს. რაღაცა ჩემთვის რომ მე ლექსი დავწერო, უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული გარემო. ხმაურში არ შემიძლია წერა. სიწყნარე უნდა იყოს აუცილებლად და გარშემო არავინ არ უნდა მყავდეს. ჩემ ფიქრებთან უნდა ვიყო მარტო. და იცით როგორ არის ყველა ადამიანში არის ადამიანის სული, მე ასე ვფიქრობ, რომ ორად არის თითქოს გაყოფილი. ასე მეჩვენება, არის რეალური სული და არის რომანტიული სული, ერთი მთლიანი. და როდეს აი ჩემში რეალური უფრო ჯაბნის რომანტიულს და დგება მომენტი, როცა რომანტიული უფრო დომინირებს ვიდრე რეალური და აი ამ დროს შემიძლია ლექსების წერა. შენი საყვარელი ჩემი დაბადება ნიავს უსურვია, ქარბუქს უქცევია ცხადად. გაზაფხულს უნდოდა პატარა დაია, ზამთარს დავდები ვარ ლანდად. ზემელოდებოდა თურმე თიბათვისა, აპრილი მღეროდა ნანას. ენკენისთვის მთვარეს ბადე უქსოვია, აკვნად მიმზადებდა ყანას. ყველა მიყვარდა და ყველას ვალოდინე, არავის დავწყვიტე გული. ყველას ვუალერსე, მაგრამ ბოლოს მაინც იანვარს ვაჩუქე სული. იანვრის ქარბუქში გაზაფხული მედგა, თავზე მოკიაფე ვარდად. თიბათვის მზე მყავდა დედად და მამიკოდ ის მთვარე ბადეს რომ მიქსოვდა აკვნად. საყვარელ დაიკოდ ნიავი გადმექცა, სხვას ვის შევნატრებდი, რომელს ყველა მნატრულობდა იანვრის გარდა და მე კი იანვარში მოვე. ლექსია დამოკიდებული. როგორ რა თქვა ახლა ყველა მიყვარს ახლა მუხრანი მიყვარს, galaktioni რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი ძალიან მიყვარს, მურმალებანიძე მიყვარს, მაგრამ აი ლექსი მიყვარს მე. უფრო ლექსს ხედავ ვიდრე პოეტს. შეიძლება მინუსია, მაგრამ ასეა. მე ვიცი რომ შენ ლექსებს ათარგმნი. რომელი ენიდან თარგმნი? ინგლისური ენიდან მაქვს ნათარგმნი ბაირონი და პერსიბისი შელი. ბაირონის მწუხრი, Twilight და პერსიბისი შელის Love's Philosophy, სიყვარულის ფილოსოფია. დაგიტა როცა ხეების ტოტებიდან ბულბულის გალობის საათია, შეყვარებულიც აღთქმის სიტყვას ტკბილად ჩურჩულებს, მდინარეების დუდუნი და ნაზის იოსქროლვა უტკბეს ჰანგებად ეჩვენებად ქვეყნად მარტოსულებს. როცა ყვავილის ნამთან შეყრა მართლაც ბრწყინვალეა,
როს ვარსკვლავები შესცინებენ ცაში ერთმანეთს, როცა ტალღები უფრო ლურჯად შეირწმებიან, შეეპარებათ მწუხრისფერი ფოთლებს, ფერადებს, ჯერაც სინათლეს ჯანღი ბადეთში მოხვევია, მაგრამ უზადო ნაზიღამე მოთქვამს, ვიშვიშებს, რომ დღის სინათლეს თავდაღწეულს უდგება წუთი, როცა დადნება ბინდი მწუხრი თვარის სხივის ქვეშ. ლამიტაცებს საქართველოს ბუნება მიყვარს ძალიან. სხვაგან ასეთ ყოფილი ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ არსად არ არის. აი ამაზე ლამაზი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე არ ვიცი. ხო, კიდე წიგნების კითხვა მიყვარს ძალიან. ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი წიგნია. მუსიკა მიყვარს კიდე. შენი ცხოვრების კრედო? მოწმედილიცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში. რას უსურვებდი შენთან? ტირიფი ტირის, ცხარეცრემლი აწვიმს ქარაფებს, გული არ აქვს ამკლდეს, თორემ ვერ გაუძლებდა ტირიფის ტირილს. ტირიფი ტირის, მე ვგავარ ტირიფს, ცრემლი უღონო დაკივდა ჩემშიც და ალბათ მალე მე უშენობა ჭკუიდან შემშლის. ტირის ტირიფი და ცრემლები ღვარად მოხეთქავს, ჯერ ღმერთი მაძლებინებს, მაგრამ ვინ იცის, ეს ნაფერები გრძნობა ბოლოს სადა მოხეთქავს. დამზის სხივებად მიმოფანტა უდიდეს გრძნობას, მინდვრის ყვავილებს დავურიგებ ფერადებს, ტირიფის ტირილ შევუერთებ ჩემს გარინდებას და დავეღვრები მეც ქარაფებს ერთ ჩანჩქერაზე. ტირიფი იტირებს, შენ კი ვერსად ვეღარ მიპოვი, რადგან ყველგან ვარ და ამიტომ არსად ვიქნები. ტირიფი ტირის. დროს ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრის ნაგროვებზე. რა გრძნობა გეუბნებ? რომ მე მე-20 საუკუნეში არ ვცხოვრობ. აი სადღაცა ვარ უფრო შორს მე-6-ე, მე-7-ში, მე-12 საუკუნეში. სხვათა შორის ბევრჯერ მინატრია, რომ აი მე-12 საუკუნეში მეცხოვრა. იმიტომ რომ აი საქართველოს ყველაზე ძლიერი საქართველოსთვის მომეკრა თვალი. აი დამენახა ჩემი ტანჯული მიწის ვარსკვლავი როგორ კიაფობდა ამიერკავკასიის სისხლით შეღებილ საზზე. აი ეს მინდოდა დამენახა და იცით რა გნობა მეუფლება, რომ აი ამ მიწაზე ჩვენი წინაპრების ძვლები რო არის, ძვლებით როა ნაშენი ეს მიწა, ჩვენი წინაპრების სული ყივის და გვეძახის, ჩვენში გადმოდის და გვეძახის, ხახო გაუფრთხილდით საქართველოს, მოეფერეთ საქართველოს და აშენეთ საქართველო. რას უსურვებდი შენს თავს და ჩვენს ახალგაზრდებს? რას უსურვებდა პირველ რიგში მშვიდობას უსურვებ. როგორც გვეჩვენებოდა ადრე მშვიდობა, ხო აი სადღაც შორს მიკარგული, ისევ ყოფილიყოს და არასოდეს აღარ გვენახოს ომის ის შავი ღრუბელი, რომელმაც ჩვენს წინაპრებსაც და ჩვენც არ დაგვაკლო ისე სიმართლე რო ვთქვათ, ასეთი დიდი დაღი დაასვა. რა ვიცი კიდე რას ვისურვებ, ვიცით რომ აი ქუჩაში არასოდეს დამენახოს ძაძებში ჩაცმული ქალი კერდი რო ეხრუკება შვილის სიკვდილზე და მამები არ მარხავდნენ შვილებს. აი ესეთი დრო არ აქონოდეს. ჩვენი ახალგაზრდობა რო გვეგრძნოს და აი მართლა გვეთქვას რომ ახალგაზრდობა დაუნდობელი სურვილია ლომისო და კიდე რა ვიცი. ჩვენი თავისთვის რომ ჩვენ თვითონ შეგვენატროს.
დაბადების დღე რო არც ჩვენ დაგვეწყევლოს და არც სხვას დაეწყევლოს ჩვენთვის.